დრო ვისაუბროთ გლობალურ ბიზნესზე და ამ მიმართულებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ინტელის ინვესტორებისათვის, რადგანაც ნახევარგამტარების ინდუსტრიის გიგანტს და პიონერს ჰყავს ახალი გენერალური დირექტორი. ეს კომპანია გენერალური დირექტორებს ბოლო პერიოდში ხშირად იცვლის და ამჟამად უკვე ამ სარისკო პოზიციის გადაბარება გადაწყვიტა ლიპ ბუტანმა, რომელიც არის აზიურ-ამერიკული წარმოშობის ინვესტორი, ბიზნესმენი და მენეჯერი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიურ სექტორში მოღვაწეობის, მათ შორის ის არის HP-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და აგრეთვე SoftBank-ის დირექტორთა საბჭოშიც არის იგი წარმოდგენილი 65 წლის ადამიანია, რომელსაც ლამის 40 წელი აქვს გატარებული კორპორაციულ სექტორში და როგორც ჩანს, სწორედ ეს ადამიანი შეეცდება ინტელის კრიზისიდან გამოყვანას, რადგანაც ინტელს ბოლო პერიოდში საშინელი შედეგი აქვს, ბოლო 5 წელიწადში -55% აქვს კომპანიას და საერთოდაც თუ კი მაგალითად 2000-იანი წლების დასაწყისში თქვენ ინტელის აქციებს შეიძენდით, დღეს იქნებოდით ზარალში, რაც უბრალოდ რთული წარმოსადგენია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ კომპანიამ გამოიგონა კომპიუტერული პროცესორი და პლანეტაზე ყველაზე მეტი კომპიუტერული პროცესორი არის სწორედ ინტელის მიერ წარმოებული. კი, მაგრამ ყველაფერი იცვლება და იცვლება ძირითადად იმ კომპანიების მიმართულებით, რომლებიც მეტად ინოვაციურები არიან. ბოლო პერიოდში მეტად ინოვაციურები არიან დიდი ტექნოლოგიურ ფარმაკოლოგიური კომპანიები, მათ შორის ერთ-ერთი არის როში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ამ მიმართულებით და მორიგი გარიგების სიახლე შემიტყვეთ. 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარად ყიდულობს როში წონაში კლების ერთ-ერთი პრეპარატის შემქმნელ კომპანია Zealand Pharma-ს, რომელიც არის სტარტაპი და მისი ერთადერთი დანიშნულება სწორედ ამ პრეპარატის შექმნა. ის ჯერჯერობით ბოლომდე არ არის მიყვანილი, არც მარეგულირების დასტური აქვს მიღებული, მაგრამ არსებობს გარკვეული შესწავლილი დოკუმენტი, რომ ამ წამმა შეიძლება იმუშაოს, რაშიც უკვე გადაიხადა ამ კომპანიამ მილიარდ 600 მილიონი დოლარი და თუკი მოგვიანებით მიიღებს FDA-სგან დასტურს, რაც ძალიან რთული პროცესია, დამატებით ის თანხა იქნება გადახდილი და საბოლოო ჯამში სტარტაპის აქციონერები 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარს მიიღებენ ნაღდი ფულის სახით ამ კომპანიისგან, რაც უჩვეულო არ არის ფარმაკოლოგიურ ბიზნესში. ძალიან ხშირად კომპანიები სწორედ ერთი კონკრეტული პრეპარატის შესაქმნელად ფუძნდებიან, მოგვიანებით პრეპარატს ქმნიან, ან ვერ ქმნიან და ან სხვა პროექტებს ერთვებიან, ან ხდებიან მილიონერები, მილიარდერები და აგრძელებენ საკუთარ საქმიანობას. წონაში კლების მედიკამენტები ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია, მათ ძირითადად ორი კომპანია აწარმოებს, ესენია Eli Lilly და Novo Nordisk. ეს კი არის Wegovy, აგრეთვე Ozempic, აგრეთვე Zepbound-ის სახელებით ცნობილი პრეპარატები, რომელთაც საქართველოში იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ავტორიზაცია ჯერჯერობით ამ მედიკამენტებს არ აქვს, მაგრამ ისინი FDA-ის მიერ არის დადასტურებული, შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებში და სოფლის ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის დასტური მათ მიღებული აქვთ. ბოლო პერიოდში და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ წამლებმა აქციების ფასები ფარმაკოლოგიურ გიგანტების მკვეთრად გაზარდა. მათ შორის გამონაკლისი არ ყოფილა უკვე როუშიც, რომელსაც საკმაოდ კარგი ზრდა აქვს სწორედ ამ შესყიდვის ფონზე და როგორც შეგვიძლია ეს წამალი ჯერ დადასტურებულიც კი არ არის, მისი ფორმულა დასრულებულიც არ არის. სხვათა შორის ინვესტორებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს, რომელსაც სპეკულირებდით უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ ინვესტორებს დიდად არ მოსწონდათ ილონ მასკის ქცევა და უკვე ამ შეკითხვას წერტილი დაუსვა მორგან სტერნიმ, რომელმაც ჩაატარა ძალიან საინტერესო კვლევა პირდაპირ ტესლას უმსხვილეს ინვესტორებთან. აქ არ არის საუბარი ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელიც მაგალითად $2000 ტესლას აქციებს ფლობს. აქ არის საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც მილიონობით ტესლას აქციას ფლობენ და როგორც ჩანს კი, ძალიან მსხვილი აქციონერები არიან ესენი, ძალიან მსხვილი ინვესტორები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ ილონ მასკის ქცევა და მისი პოლიტიკური საქმიანობა, რადგანაც ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად აისახება ტესლას შეფასებაზე. უფრო კონკრეტულად გამოკითხულ ინვესტორთა 85%-მა გამოხატა უკმაყოფილება, ეს კი კრიტიკულად ცუდი მაჩვენებელია და სხვათა შორის ეს ინვესტორები იმასაც კი ამბობენ, რომ ამ ადამიანმა არ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკური განცხადებების გავრცელება და მათ შორის ფედერალური მუშაკების სამსახურიდან განთავისუფლება, ან უბრალოდ უნდა გადადგეს ტესლას დირექტორის პოზიციიდან და შეეშვას კომპანიას, რადგანაც მისი ქცევა იწვევს ტესლას დაღმასვლას და ეს ყველაფერი საფონდო ბირჟაზე ჩანს, რადგანაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, კერძო დაახლოებით ერთ თვეში ტესლამ ლამის 50%-იანი ვარდნა დააფიქსირა, რაც მოკლევადიან პერიოდში ტესლას ყველაზე ცუდი შედეგია.